წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულთა მძიმე ისტორიები და ემოციური გამოსვლები პარლამენტში ამჯერად გორის ბაზრობის ყოფილი დირექტორი და ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე მივიდნენ, რომელიც 2006 წელს მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის და ხულიგნობის ბრალდებით 14 წლის ასაკში ციხეში აღმოჩნდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ზერეკიძემ პატიმრობის მძიმე წლები გაიხსენა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა. გამოსვლაში ეხო გიორგის ტრაგიკული ისტორიის კიდევ უფრო მძიმე ნაწილს მისი მამის საქმეს გიორგი ზერეკიძის მამა შვილის დაპატიმრებიდან მალევე თავადაც დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2011 წელს კი ის ციხის საპირფარეშოში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალურ მიზეზად მაშინ დენის დარტყმა დასახელდა, რასაც ოჯახი კატეგორიულად არიზიარებს. საკუთარ თავს წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულად მიიჩნევს გორის ბაზრობის ყოფილი ხელმძღვანელიც ჯემალ ციკლაური ამბობს, რომ 2004 წელს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა ბაზრობის დათმობა აიძულეს. თამუნა ციკლაური ადევნებდა თვალს დღევანდელ მოსმენას, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თამუნა. დიახ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული ნულოვანი ტოლერანტობის ერთ-ერთ მთავარ გამოძახილად მიიჩნევს გიორგი ზერეკიძე საკუთარ საქმეს, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა ამჯერად უკვე დროებით საგამოძიებო კომისიასთან 2006 წლიდან 2011 წლამდე საკუთარი და მისი ოჯახის მძიმე ისტორია. ზერეკიძე ფიქრობს, რომ მაშინ, როდესაც სააკაშვილმა დაანონსა ნულოვანი ტოლერანტობა, ყოფილ ხელისუფლებას ჭირდებოდა საჩვენებელი მაგალითი და ეს მაგალითი თავად აღმოჩნდა 14 წლის არასრულწლოვანი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს. ზერეკიძემ დეტალურად გაიხსენა, საიდან დაიწყო მისი ამბავი, როგორ მიუსაჯეს 10 წელი და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ როგორ აღმოჩნდა კვლავ ციხეში. 2006 წლის 6 იანვარს, როდესაც ვიყავი 14 წლის, მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით მომევიდა შელაპარაკება დისტრიბუტორთან, რა დროსაც ვიჩხუბეთ და ამ შეხლა შემოხლის დროს ბრელოქსზე ჩამოკიდებული ვიქტორინოქსის დანით და დღეს ვამბობ და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი და მე ამას არ ვამაყობ. ამ ვისთანაც მომივიდა იმბიც 2 სანტიმეტრი ნახევარი გამავალი ჭრილობა ქონდა ბეჭის არეში, სადაც მოვიდა სასწრაფო და არც ავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. და როდესაც მოვიდა მამაჩემი სამსახურიდან და გაიგო ეს ამბავი, მე ჩემი ფეხით გამოცხადდით პოლიციაში, დამაწერინეს ხელწერილი, რომ მსგავსი ფაქტი მეორეჯერ აღარ განმეორდებოდა და უკვე ვტოვებდი განყოფილებას. ირაკლი ოქრუაშვილის ყურამდე მივიდა ეს ამბავი და იქიდან გამოაგზავნეს ვინმე ზაზა გოცილიძე, რომელიც შემდეგ სასამართლოსაც გამოვიძახეთ და დავკითხეთ ჩვენ საქალაქო სასამართლოში. და ჩვენებას უკვე ჩემი ხელწერილიც დაიხა იქ და ჩვენებას აწერინებს უკვე არა ლევან ბოჭორიშვილი, ვინც იყო უშუალოდ მონაწილე. ეს ახალმოსული კაცი საერთოდ არ შესწრებია იმ ამბავს და არც იცოდა რა მოხდა და მუხლებს მიყენებენ ყაჩაღობას 179 მუხლი იყო, განზრახ მკვლელობის მცდელობას 19-109, 10-დან 20-მდე და სამუდამოსაც ითვალისწინებდა და ხულიგნობას. და ამ სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში. არც მარეკინებდნენ სახში, ვეღარც ვნახულობდი ჩემ მშობლებს, მაქვს 10 წელი მოსჯილი და ვარ 15 წლის ქალბატონთე. აი რა უნდა მექნა ციხეში, ავდექი და გადავიჭერი ხელებზე და მუცელზე მივიყენე თვითდაზიანება. 3 საათის განმავლობაში, აი მედიკო ალანია მაშინ იყო ქალების და ბავშვების ციხის უფროსი, დღესაც კარგად არის და ღმერთმა კარგად ამყოფოს. მომსწრე არის 3 საათის განმავლობაში როგორ არ მკერავდნენ. მე გადამიყვანეს უკვე ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში. ეგრეთ წოდებული აი მორიგეობა იყო ძილზე. იმდენი არასრულწლოვანი პატიმარი იყო საქართველოში, რომ ვერ ვეტეოდით იმ ხელა ზონაში, ბავშვები ვერ ვეტეოდით და გადავსებული იყო. მარტო ავჭალის კოლონიაში ვიყავით 280 ბავშვი. ავჭალაშიც მოგვიწყეს პროვოკაცია. ბუნტი, როგორც გახსოვთ, 2007 წლის 12 აგვისტო იყო, მოხდა ბუნტი, მაგდროს ახალაიაც იყო შემოსული, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძეც იყო შემოსული და ამ ახალაიამ კითხა თანამშრომელს, რომ დაგარტყაო ერთ პატიმარს იმან და არა ვარ დაურტყიაო და როგორ არ დაგარტყაო და თვითონ შემოსასვლელ კარებში თანამშრომლების თვალწინ დაარტყა ლაშა ტალახაძეს ახალაიამ და მე 3 პატიმარს დაუმატეს სასჯელი. ბუნტის ორგანიზატორობა იქ ხელის დარტყმაზეც დაუმატეს ერთ-ერთ პატიმარს და გადაგვიყვანეს კრიტში. ერთ-ერთ გამოსვლაში ლომაია ამბობს, რომ მე თურმე ჩემი მშობლებმა გადამიკეთეს ასაკი და ვარ 16 თუ 17 წლის, როცა მართლა 14 წლის ვიყავი და
მაგასაც კი მაბრალებდნენ, რომ ვითომ მე არ ვიყავი 14 წლის. პირობა იყო ასეთი, რომ ვინც ჩააბარებს, ყველას გაუშვებთ. და იმის მაგივრად, რომ გარეთ გამოვეში სტუდენტი პატიმარი, გადამიყვანეს ქსნის დაწესებულებაში და ყველაზე მაგრად მაშინ მცემეს 3 თვე გავატარე ქსნის დაწესებულებაში, გამოვედი. ეს არის 2010 წლის 14 დეკემბერი, როცა გამოვედი, ზუსტად თვე და 10 დღეში ისეთი პროვოკაცია მომიწყეს და მეორეჯერ უკვე მისჯიან 8 წელს. შევდივარ ციხეში, გდანის ციხეში, ყავლაშვილი მყავდა კახა ადვოკატი, ადეიშვილთან ვიყავიო შესულიო და შავსიაში ხარო პირდაპირ მითხრა. გდანის ციხეს მართლა ვერ აღწერ იმ გაუსაძლის პირობებს და იმ დონემდე ვიყავი მისული, ხანახან რომ ახსენდება ზარავს ხომ ეს ფაქტი, რომ როგორ გადავყლაპე 2 ცალი ლურსმანი. ანუ რა მდგომარეობაში ვიყავი, რომ ესე სათითაოდ 2 ცალი და წყალი მივაყოლე ლურსმნები გადავყლაპე და მეგონა რომ ამტკივდებოდა და როგორმე იქნა სადმე წამიყვანდნენ. რატო გერჩოდნენ თქვენ? რატო აი კითხვა არსებობს. თქვენი ოჯახი სამიზნე. იწყებოდა ნულოვანი ტოლერანტობა, ეს არის 2006 წელი და ყველა სფეროში, როგორც შემდეგ გამოჩნდა ნაციონალურ მოძრაობამ, სამაგალითოდ ყველა დასაჯა. და ჩემი ამბავიც მე არ ვიქნებოდი და იქნებოდა სხვა ვინმე. ჩემი ამბავიც უნდათ სამაგალითოდ და სკოლებში ეუბნებოდნენ ბავშვებს შენ გამოხვალ ზერეკიწეო. ნეტავ ვივამეთში მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს აი ამ თქვენს მონოლოგს თუ უსმენს, რა საინტერესოა? მე ვალდებულება მაქვს რომ არ უნდა ავღელდე ამ თანამდებობაზე რომ დამნიშნეს კომისიის თავმჯდომარედ, მაგრამ ერთხელ მაქვს ალბათ უფლება რომ ასე მიმართო მას. საპატიმროში ორგზის მოხვედრისა და იგავლილი პერიოდის საკუთარი ისტორიის გარდა ზერეკიძემ კომისიასთან ისაუბრა მისი მამის, მამუკა ზერეკიძის, ასევე საპატიმროში მოხვედრასა და შემდგომ უკვე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ის დარწმუნებულია, რომ მამა ციხეში განზრახ მოუკლეს და დენის დარტყმით არ გარდაცვლილა, როგორიც იყო მაშინ ოფიციალური ინფორმაცია. ზერეკიძის მამის დაკავება კი მაშინ მოხდა, როდესაც ასევე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა რჩევით მისი მშობლები სტრასბურგში ჩავიდნენ იმისათვის, რომ თავად გამოეტანათ შვილის საქმესთან დაკავშირებული სარჩელი. თუმცა დაბრუნების დროს, მაშინ როდესაც ზერეკიძეებმა ორი ქვეყნის აეროპორტი უპრობლემოდ გამოიარეს, საქართველოს საზღვარზე მამუკა ზერეკიძე დააკავეს, ბრალდება დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანას ეხებოდა. გიორგი ზერეკიძის მამას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, დედას კი პირობით. დაწესებულება არის ყველას ძალიან რაც მას უხებს ამ ამბიდან. მამაჩემი თუ იმას ვერ პატიობდა თავის თავს, რომ თავის ფეხით მემიყვანა პოლიციაში და შემდეგ უკვე სახელმწიფო როგორ დამიპირისპირდა, მე როგორ ვაპატიო ჩემ თავს, რომ ჩემი რაღაც გაუაზრებელი მოქმედებით დღეს ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ მამა აღარ მყავს და 57 წლის კაცი, რომელიც ჯანღონი ცავსე იყო, ციხის ტუალეტში გაგუდეს, სრული პასუხისმგებლობით ვიზახი ქალბატონ თეა და კომისიის წევრებო, რომ მე ერთი წამით რომ მქონდეს იმის ეჭვი, რომ მამაჩემს დენმა დაარტყა. აი ერთი წამით რომ მე ეჭვი მეპარებოდეს იმაში, რომ როგორც მამაჩემი ტუალეტში დაგდებულიყავთ, რომ მას დენმა დაარტყა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. მამა თქვენთან ესეთი ამაზრზენის შედეგი რატო დადგა? ანუ სიკვდილის გულისხმობ რატო დადგა? გეტყვით, მათთვის ჩვენ ვიყავით ძალიან მიუღებლები, იმიტომ რომ ჩვენ მათ ყოველთვის ცუდად მოვიხსენიებდით აი ემნებზეც, როდესაც მე მამაჩემთან ციხეში მაგ დროსაც არაფერს არ ვერიდებოდით, რომ იმათზე ისე მოგვეხსენიებინა, როგორც ფიქრობდით, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა გაგვიკეთეს ჩვენ, მე მგონია მიზეზი ეს, რომ აი მე გამანადგურეს ამით, მამა მომიკლეს, მაგრამ ამით მე გამანადგურეს. მამაჩემის ერთ-ერთი მეგობარი დაინიშნა თანამდებობაზე და უთხრა, რომ აი ესეთი პირობა არის გიორგის როგორც კი საჩივარს როგორც გამოიტანთ, გამოუშვებთ. ჩვენ ჩემთან შემოვიდა ადვოკატი და გავაგზავნე წერილი სტრასბურგში ჩემი ხელმოწერით, რომ საქმეს ვითხოვთ იქიდან და იქიდან მოვიდა ესეთი პასუხი, რომ სასამართლო განეხილავს თქვენ მოთხოვნას და გადავწყვიტავთ და არა, ეს არ არის საკმარისი, უნდა წახვიდეთ. წავიდნენ ჩემი მშობლები, დედაჩემი და მამაჩემი. სტრასბურგიდან დაბრუნებულებს დედაჩემს და მამაჩემს, როცა გამოიარეს ორი აეროპორტი, დედაჩემის ხელჩანთაში ნახულობენ ძალიან ბევრ ნარკოტიკებს. რაზეც მამაჩემი თავის თავზე იღებს ამ მოგონილ ბრალდებას და უშჯიან ორ სამუდამო პატიმრობას. მეც ციხეში მტოვებენ სტრასბურგიდან იქ საქმე მე ერთი თვეში ისედაც გამოვიდა უკვე რომ მოვითხოვეთ ეს სტრასბურგში ვეღარ შევაბრუნეთ
დედაჩემს უსჯიან პირობის 5 წელიწადს იგივე მუხლებით არის გასამართებული აზრს მამაჩემი. ციხეების მინისტრის ქალბატონი ხათუნა კალმახელიძის, რომელიც კარგ სიზამს აქ თუ მობრძანდება ერთ დღეს, ქალბატონი ხათუნა კალმახელიძის დროს ბავშვებს აწამებდნენ ციხეში და ეს იყო პირველი ქალი მინისტრი სასჯელო აღსრულების და საინტერესოა დღეს ის რას ფიქრობს ამ ყველაფერზე. ესე იგი ხათუნა კალმახელიძე ციხეების უფროსი, მას ყავს მოადგილე, რომელიც თქვენ ოჯახთან ნაცნობობით არის დაკავშირებული და თქვენს მშობლებს ურჩევს სტრასბურგში ჩასვლას. რომ გამოიტანონ საჩივარი, იქნებ შვილი გადაარჩინონ. ირკვევა რომ ურჩია ხელისუფლების წარმომადგენელმა და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო განზრახ თავიდანვე, ისინი გაუშვეს თითქოს და შვილის გადასარჩენად, წერილის გამოსატანად, დაგეგმილი იყო ის, რომ უკანა გზაზე უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, ასე მგონია, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ვიყვანოთ ეს ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი ადამიანურ პირობებში იმყოფება დღეს, მაგრამ იმყოფება იქ, სადაც არის მისი ადგილი და ეს მან უნდა იცოდეს. მობინეს გორის ბაზრის წილები 2004 წელს ამ საკითხზე ისაუბრა უკვე კომისიასთან ჯემალ ციკლაურმა, რომელიც ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ის ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენია, ვისაც ქონება ზეწოლითა და მუქარით წაართვეს, გაიხსენა საპატიმროში 4 თვიანი ყოფნა და თქვა ისიც, რომ საბოლოო წილების დათმობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუქარა უკვე მისი ოჯახის წევრებზე გავრცელდა. დამებარა მიშა ქარალმაშმა გუბერნატორმა და მითხრა რომ უნდა დათმო ობიექტი ჩააბაროს სახელმწიფოს თუ არა და პრობლემები გექნება. მეძახიან სამსახურში რომ ჯემალ ვიღაცაა შემოსული და აწიოქებს ბაზარს. გამოვიდი შევხედე და მიშა ქარელი გუბერნატორი, გარშემო ყავს პროკურორი, გარშემო ყავს ტელევიზია, ყველა ის მათ ემორჩილებოდნენ მაშინ მალუდა ჯოხაძემ მასკნა რა ქვია დაწერა საჩივარი რომ ახალ მე მომატყუეს 300 გრამ ხორცში, შეიძლება ჯემალ ციკლაურის ფინანსური დარღვევები ქონდეს. შეამოწმეს და დამიდგინეს სახელმწიფოს დაუმალივით, რომ 300,000 ლარამდე იყო მაშინ გადასახადი. ამის შემდეგ ციხეში ყოფნის დროს, რა თქმა უნდა, იქ დიდი ზეწოლები შემოდიოდა დღეში პროკურორი მიშა ქარელი ჩამოდიოდა, მოაწერა ხელი ამას ქენები ჩამოდიოდა კი პროკურორის ამომრიგებლად დღეს ღამე უკვე 11 საათი იყო 20 საათი ღამე პატრონი შემოვიდა და დაბადებული ხარ გემ პროკურატურაში მეუბნება. გამოდივარ ბაღათური კაპიტლებული დამხდა. დანაშაული იყო რამე გაყვანა პატემის და გადამიყვანეს გემ პროკურატურაში მეშვილი იზოლატორისაც აიყო. ამიყვანეს გემ პროკურორის კაბინეტში გოქროაშვილი ეწერა იქ და მოკლედ დიდი ხანი ვიჯექი აბათოთ რო აღარ მახსოვს აბათ 1-2 საათი, მაგრამ არ მიღებდა ჯერ. მე გამოვიდა მორიგი და მითხრა რომ საბძანდი თავისუფალ. ეგეც თო ფსიქოლოგიური მომენტი იყო რომ გადამიყვანეს. ეს ხელმოწერა რომელ წელს ხდება? ისე 2004-ში. იგივე წელია, 2004. 4 თვე და 3 დღე მომიწია ჯუდომასი. თებერვალში ხო დამიჭირეს და ივნისში 26 ივნისს გამომიშვეს ხიდან. ღამის 3 საათზე გამომიშვეს სხვადასხვა. ეგეც დამხობა. ამ დროს ციხეები ეკუთვნის იუსტიციის სამინისტროს, ხომ ბატონო სოზარ და მინისტრია ბატონი გიორგი პაპუაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, სასამართლოს თავმჯდომარე. რომელსაც ბინა აჩუქეს, რა შეაჩუქეს, არ ვიცით. დღეს პროფესორია ახალგაზრდებს ასწავლის. ნეტავ თქვენი სისხლის სამართლის кейსი თუ აქვს ერთ-ერთ кейსთან დით როგორც თვითონ ეძახიან. გაჩუქებული ერთ წლის განმავლობაში თუ მოითხოვდი უკან დაბრუნებას, უნდა დაგებრუნებინათ, მაგრამ მოგეხსენებათ ის 2000 წლები მაგათი ბატონობა ხან ხარვეზი დაადეს იმას ხანებას და დაიწყეს აგივე თავიდან მუქარები ისევ დევნა დააყადაღეს შემიქონება და ყველაზე მთავარი კიდე არის ის რომ ეს ხო ვაჩუქე უკვე და სახელმწიფოს ერთი წლის მერე შედის აი იმ პერიოდში როცა უკვე დავიწყე უკან დაბრუნებაზე შედის საგადასახადო ინსპექცია და აჯარიმებს ამ ორგანიზაციას სავაჭრო ცენტრი ერქვა და ეს 300,000 ლარი ისევ მე დამაწერეს. როცა ციხეში მოვხდი, მე კერძო ექსპერტი დავიქირებ, რომელმაც დაადგინა რომ 300,000 კი 37,000 იყო ამ 4 წელიწადში დარღვევა. გადახდა რომ დავიწყე
მომცეს 10 დღის ვადა. ამათ დღეში მე დავიწყე, გადახდა და მესამე დღეს დამიბარეს და დამიჭირეს. მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება და ერთი აბზაცი ჰქონდა დარჩენილი, შემოწმდა სპეცნაზი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით. მეორე დღეს ისევ წამომიყვანეს სასამართლოზე და მოსამართლე ესე გამიგრძელა ისევ სამთვიანი პატიმრობა. გორისდილა არის ეგეთი ჩვენი ფეხბურთის სტადიონი, რომელშიც 11 კაცი ვიყავით ხოლმე მოწილე, მაგრამ ფაქტიურად შემოსავალი კი არ ჰქონდა. ფეხბურთელებს უწევთ ხოლმე თანხას, ხელფასებს და მაშინ ჭირდა ხოლმე და რო გაიგეს რომ ეგეც მქონდა, ეგეზეც მომაწერიდეს ჩამოყალიბდეს. და იყო კიდე მეორე ობიექტი საქონლის ბაზარს ეძახდნენ, რომელიც ეხლაც მიგდებულია და ძალიან შორს არის და არავის არ ჭირდება. მაგაზეც ხელი მომაწერიდეს. საკუთრების უფლების წართმევა და არაადამიანური მოპყრობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს არის ის ორი საკითხი, რაზეც დღეს იმსჯელა და მოусმინა ორი საქმის ორ მონაწილეს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, როგორც კომისიის თავმჯდომარემ დაანონსა, ისინი მუშაობას უკვე ხვალ დილიდან გააგრძელებენ. მადლობა, თამუნა ციკლაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში.